მოგესალმებით ნიკოლოს კარდოზიას პოდკასტი. დღევანდელი თემაა: როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს. წყალდიდობა ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ქონებას. იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეამციროთ რისკები, უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ წყალდიდობის დროს და მის შემდეგ. წყალდიდობის წინ პირველი იყავით ინფორმირებული. თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს და შესაბამის გაფრთხილებას. მეორე, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. წინასწარ დაგეგმეთ, სად გადახვიდეთ თავშესაფრისთვის და რა გზა გამოიყენოთ. აუცილებლად შეატყობინეთ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს თქვენი გეგმის შესახებ. მესამე, მოამზადეთ საგანგებო ჩანთა. მოამზადეთ პატარა ჩანთა, რომელშიც გექნებათ პირველადი დახმარების ნივთები, სასმელი წყალი, საკვები, დოკუმენტები, ფული, ფანარი და მობილური ტელეფონი. როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს? პირველი, გადადით უსაფრთხო ადგილას. თუ წყალდიდობა დაიწყო, გადადით მაღალ ადგილას. ეს შეიძლება იყოს თქვენი სახლის ზედა სართული, ბორცვი ან სხვა უსაფრთხო ადგილი. მეორე, არ გაიაროთ დატბორილ ტერიტორიებზე. მოარიდეთ წყალში სიარულს, რადგან არ იცით რა არის მის ქვეშ. წყალმა შესაძლოა დაფაროს ღია ჭები, სანიაღვრე სისტემები ან სხვა საშიში ადგილები. მესამე, მოერიდეთ დენის წყაროებს. გამორთეთ ელექტროენერგია და მოერიდეთ წყალში არსებულ ელექტროკაბელებს. მეოთხე, არ გამოიყენოთ მანქანა. წყალდიდობის დროს არ მართოთ მანქანა, რადგან დინებამ შესაძლოა ის წაიღოს. წყალდიდობის გამომწვევი მიზეზები. პირველი, ძლიერი ნალექი. უხვი და ხანგრძლივი წვიმა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, ხშირად იწვევს წყალდიდობას. მეორე, თოვლის სწრაფი დნობა. გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, დაგროვილი თოვლის მასა სწრაფად დნება, რაც მდინარეებში წყლის დონეს საგრძნობლად ზრდის. მესამე, კაშხლების ღვევა. კაშხლები წყლის დონის გასაკონტროლებლად შენდება, თუმცა მათი დაზიანება ან განადგურება მასშტაბურ წყალდიდობას იწვევს. მეოთხე, საცობები. მდინარის კალაპოტში ნაგვის, ტალახის ან სხვა მასალის დაგროვება ხელს უშლის წყლის თავისუფალ დინებას, რამაც შესაძლოა წყლის დონის საგრძნობი მატება და შემდგომი წყალდიდობა გამოიწვიოს. წყალდიდობა სერიოზულ შედეგებს იწვევს როგორც ადამიანებისთვის, ასევე გარემოსთვის. პირველი, ეკონომიკური ზარალი. წყალდიდობა ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ბიზნესს, რასაც ხშირად დიდი ფინანსური ზარალი მოაქვს. მეორე, ჯანმრთელობის პრობლემები. დატბორილ ადგილებში შეიძლება გავრცელდეს დაავადებები, რადგან წყალი ბინძურდება და მასში სახიფათო ბაქტერიები მრავლდება. წყალდიდობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ტრამვები და სტრესი. მესამე, გარემოს დაზიანება. წყალდიდობა აზიანებს ეკოსისტემებს, ანადგურებს მცენარეულ საფარს, შლის ნიადაგის ზედაფენას და ცვლის წყლის ობიექტების ბუნებრივ გარემოს. წყალდიდობის რისკების შესამცირებლად აუცილებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფო დონეზე პრევენციული ღონისძიებების გატარება. პირველი, ურბანული დაგეგმარება. ქალაქების მშენებლობისას უნდა გაითვალისწინონ წყალდიდობის რისკები. მეორე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. კაშხლების, ბერმების, სადრენაჟო სისტემებისა და წყლის გამტარი არხების მშენებლობა აუცილებელია წყლის დონის გასაკონტროლებლად. მესამე, გაფრთხილების სისტემები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს უნდა ჰქონდეთ სწრაფი და ეფექტიანი გაფრთხილების სისტემები, რათა დროულად მოახერხონ მოსახლეობის ინფორმირება. დამატებით გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა, როგორიცაა ჭაობები და ტყის მასივები, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წყალს ბუნებრივად იკავებენ. საქართველოში წყალდიდობა ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. მისი ძირითადი მიზეზი ძლიერი წვიმები და თოვლის დნობაა. საქართველოში მთიანი რეგიონები ყველაზე მოწყვლადია წყალმოვარდნების მიმართ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მთიანი აჭარა, სვანეთი და კავკასიონის მთავარი ქედის მიმდებარე ტერიტორიები. საქართველოში წყალდიდობის პრევენციისთვის სხვადასხვა ზომები ტარდება. ეს მოიცავს: პირველი,
ნაპირსამაგრის სამუშაოები. მდინარის კალაპოტების გამაგრება, რათა თავიდან აიცილონ ნაპირების რღვევა. მეორე, კაშხლებისა და სადრენაჟო სისტემების მშენებლობა. აშენებენ კაშხლებსა და სპეციალურ სისტემებს, რომლებიც წყლის დინებას აკონტროლებს. მესამე, ტყის მასივების აღდგენა. ტყეები მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლის შეკავებაში. შესაბამისად, ტყის გაჩეხვის წინააღმდეგ ბრძოლა და ახალი ტყის გაშენება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა. მეოთხე, სწრაფი გაფრთხილების სისტემები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აკვირდება მდინარეების დონეს და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას აფრთხილებს. მეხუთე, მოსახლეობის ინფორმირება. ტარდება საინფორმაციო კამპანიები, რათა გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება წყალდიდობის რისკებსა და პრევენციულ ზომებზე. უსაფრთხოებაზე ზრუნვა საერთო ძალისხმევას მოითხოვს. წყალდიდობის რისკების შემცირება შესაძლებელია, თუ მთავრობა და მოქალაქეები ერთად იმოქმედებენ. ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ პოდკასტამდე.